მოკლედ მოვედი. სკამი მაქვს. კოლგაც მაქვს. და წყალის მაქვს. აი მე რამ ხელარი გია. ძალიან დიდი რიგია და მალე გავიქცევ ახლა. რიგში ჩავდგები და იქნებ შევიდე დროულად. ჩემ და გასაკვირად ძალიან სწრაფად მიდის რიგი. რა პოლიტიკა აქვს არ ვიცი. ამოწმებენ ჩანთებს, ედმეტი არაფერ შეიტანო. ბილეთებს და არ ვიცი, მივალ და გავიგებ. ხო, არაფერი არ უნდა დაგრჩეს. ძალიან დიდი გაფრთხილების წერილი მომივიდა გუშინ, რომ ბილეთს რო გაატარებ და შეხვალ მორჩა, იქიდან გამოსვლის შანსი არ აქვს. როგორ არ გაქვს, უბრალოდ მეორე ვეღარ შეხვალ. ერთჯერადი ბილეთია, მიუხედავად იმისა, რომ შენია ეს ბილეთი, მაინც ერთჯერადად ტარდება და უქმდება. ამიტომ არაფერი არ უნდა დაგრჩეს. მე შეძლებს დაგვარად მე მგონი ყველაფერი წამოვიდა. ამდენი ხანი ვისაუბრე, არაფერი არ დამრჩეს მეთქი და კი არ დამრჩა გამომყვა. პარკინგის ამობეჭდილი ბილეთი, ასე ვთქვათ. მე უნდა ჩამოიარონ და დაასკანერონ და ეგ გამომყვა აი მანქანაც ვიპოვე. შეხედეთ. რა სილამაზეებია. როგორც ჩანს, ჯერ არის გამოფენა. სამწუხაროდ გაყიდვა არა. ან საბედნიეროდ, იმიტომ რომ ამის ფული მაინც არ მაქვს და გული დამწყდებოდა. მოკლედ ჩემი პროფესია. ეხლა მივხვდი რა არის. თქმა უნდა, შესვლაც მე მგონი შეიძლება და აუცილებლად შევსულდებით, თუ არ შეიძლება შესვლა. ვაუ. რამდენად ჩანს, მაგრამ მოდი ვიკითხავ, შეიძლება თუ არა. Guys, hello. Can I go up there? Yeah. Oh, thanks. Look, these ones say kids on the tag. ძალიან კარგი. Hi. ცოტა სივიწროვეა. მაგრამ ამას გავშვი და მიდან გადავხდი. აი ესეთი. სკამები. სერიოზული ამბავია. ეს ღიად სისტემები, ალბათ არ ვიცი სამხედრო თვითმფრინავში გამყოფი არ ვარ, მაგრამ ალბათ ასეა. მაქსიმალურად წონის შესამცირებლად. მოდი შევუბარო. აი. კარგი. ეს არის ლეგენდარული ცესნა. ცესნა ნამდვილად არ მინდა. 182 ყოფილა. ხო. ცესნა ყელშია თქო ამოსული ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ისეთები ხდება. მირჩევნია რომ ცესნა არ მინდოდეს. გამოშიგნული და პრინციპში ეს არის. ხოლო ამის კაბინაში მე ვერ შევალ ვერანაირად. იმენი ხალხი დგას რიგში. ვარჯიშობენ ჯიგრები. რაც მოვედი მეხუთე დადიან და ჩამოდიან და რას წოლობენ. So they do it more than we would. Yep. But it's ჯერჯერობით დრო ბევრია ჩემი აზრით. გრაფიკი არ იყო მოცემული. როდის რა დაიწყება? ან რაღაც თანმიმდევრობა, მაგრამ კარი გაიღო 9-ზე, მეც მოვედი 9-ზე. როგორც ჩანს, ჯერ არის, როგორც გითხარით, ეს რაღაც გამოფენა და მე აქ რაც გამოვიარე, წესით ყველა უნდა აფრინდეს. მას ნახეთ, მეგობრებო. აქ რა ხდება? აქ აუცილებლად უნდა ავიდე.
სხვათა შორის ახლა ფიქრობ, სხვა თანამედროვე თვითმფრინავებთან შედარებით არც ისე დიდია. მაგრამ ну ეს 53-ში აეწყო ეწერა იქ. 53-ისთვის საკმაოდ დიდი. Can I leave them here? Yep. Original parts in this plane too? I'd say probably electrical wiring, hydraulic lines, fuel lines. Really all it boils down to. Just converted them back to civilian, and then they're called DC-3s again. ასაკეთებენ ამდენ ხანს გეგონება ეხლა უნდა იფრინონ ხვალ და ეგუებიან აქ. არ გითხრა ახლა. They'd have a different door configuration. Like DC-3s would have a მაზუთებში შეყოხელია. little tiny doors ტიპია. that have a different intake scoop. შევიჭიდოთ ეხლა რა ხდება. სასაულის მოლოდინით. Is it cool? Very narrow, dude. How you stay there? Aircraft is like that. სხვებსაც ვაცადოთ დათვალიერება. ვარგია. სრაუს სიმულაცია. ზეთის ტემპერატურა, ზეთის წნევა, საწვავის წნევა. რა შეფლება კიდევ? ოჰოჰო. ალბათ დაფრინავს, ძალიან პატარა მოდელია, მაგრამ როგორ არის? ნამდვილად რო დაფრინავს. ასეთების აწყობა უნდა დაუწყო. სუვენირები, მაისურები. F-ებს ვეძებ, F-ებს. F-22 სად დამალეთ? F-22-მა უნდა იფრინოს დღეს. მაგრამ აშკარად არ არის. We're so happy to be here. We're going to be with you throughout the morning, having some fun, getting us to the air show. Come up and chat with us in between sets. ძალიან მაგარი. და კიდე გავისეირნოთ. ოპა, არ გვინდა გასეირნო. F-22-ები მაინც ვერ ვიპოვე სამწუხაროდ. ნუ ბალახებში რო არ ეყენებოდა თავისთავად. ბილიკზე ზარსად არ არის. ეთყობა საზეიმოდ უნდა მოფრინდნენ საიდანაც. ცივი სასმელები არის, ნაყინი არის. უი, აი იქით არის ჩასასვლელი. რაო? ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი, ფრთები, ჰორნ-დოგი, იტალიური რაღაცა, სოსისი. და იქით რა არის ვაღავს. მაგრად მოვასწარი მეგობრებო, ყველა თვითმფრინავში ასვლა დათვალიერება, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. ნახეთ. რიგია. ეს წინა მხარესაც არის. და სხვა თვითმფრინავებზე სამი ამხელა რიგი. წინ დახედული რო იქნები ადამიანი. ადექი რა დალოცვილო 1 საათით ადრე, ყველაფერს ხომ მოვასწრებ არა. ჩემზე არ მაქვს ამის პროშ საუბარი. განახეთ უკან რა რიგია. 25-ზე ფრენა? რა უნდა მივიდე და ვნახო 25-ზე ფრენა რა ღირს. ნელა იწყება მე მგონი. ნორო Toro welcome plane აფრინა ეხლა პარაშუტისტებით და დაეშვებიან და ალბათ ეგ გახსნის. A C-17 crew is typically made up of a minimum of 2 pilots and a loadmaster. For longer missions, we use up to 24 to 26 hours in flight. All right, if everybody wants to give a wave to our friends at the 105th Airlift Wing, they're going to see you. They're looking down, so let's give them a big wave, everybody.
DC-17s will fly up to a duty day. Landing in complete darkness. რა თქმა უნდა, სადმახაოდ. Time. They're looking down at us. Can everybody give my friends up there a quick little wave? Give them a little shout out. Look at that. That is one good looking airplane, folks. Demonstracja cały ჩაატარეს და გააკეთებენ იმ შემთხვევაში თუ უფრო ქვეყნის ფინალში შემოვიდო და ქვეყნის ტერიტორიაზე რა. გაიხსენეს 11 სექტემბერი 2001 წლის ალბათ ყველა ვიცი და თქვენს რომ ესეთ რაღაც რო აღარ დაგვემართოს რაღაც ეგონება არ იცოდნენ ეხლა რაც ხდება. 2-16 გამოყვანთ ფრინავს და ნუ ანიშნეს გამძარი იყვნენ რაღაც პროტოკოლის მიხედვით ალბათ სამხედრო პროტოკოლი ნამდვილად არის. მე ფრინავ დაჯდა და კამპანი საუბრობდა რა ხდებოდა რა. და მე პოლიცია შევიდა ასაფრენებელი გამოაცილეს ფრინავ და სპექტაკლი დაგვიგეს. აი კიდე მოდის. From the left, this is Panchito. Nutrition, 25-ზე გაიხსენეს იაპონიის დაბომბვა. 56 raiders found ამან themselves დაბომბვა. by Japanese lines. მაგალითებია. Farmers and militia assisted these airmen to evade the rampaging reprisal for the assistance given to the young American airmen. ყველაზე საშინელი სახელი ამერიკაში ალბათ. Celebrated American bombers hit Tokyo, promoted to a brigadier general and awarded the Medal of Honor. All of the raiders were given the Distinguished Flying Cross. But ladies and gentlemen, coming from the right, Panchito will make its turn back to Show Center and show you the business side right here. You can get a ride after the show today in this very historic bomber. You can find your table back at the end of the center concourse near the Marine Corps Osprey aircraft. Come by and talk to them about how you can get a ride in Panchito. Now, as they circle around to your left, B-25 was widely used for low-level dive bombing, especially against Japanese naval targets. Black Panchito is it. Simulates a dive bombing attack on a Japanese warship. The attack... მოდის. კამერა რომ ქონოდა უკეთესი იქნება. ტელეფონი არ უყურებ ვიდეოებს ეხლა როგორ იქნებს. They will be approaching for a level bombing run. Watch the bomb bay doors open as the aircraft nears Show Center. Oh, დიზაინი ისეა გაკეთებული რომ საშუალო სიმაღლიდან წევს ბომბები ჩამოხდა. უნდა უწევდეს უბრალოდ. მაქსიმალურად ხო სუბუქად არის კონსტრუქცია. მაქსიმალურად სუბუქად, იმიტომ რომ მეტი ბომბი წაიღოს. American Aviation Factory in Kansas City, Missouri in the fall of 1944. She has two Curtiss Wright 14-cylinder radial engines. Nearly 11,000 B-25s were built during World War II and approximately... ეს ყველაზე კაი გაზეთი. Ladies and gentlemen, very B-25. Now, Rob, we've had a pilot over to our left the entire time, working so hard. Mark, come up on stage with me. I know you had to take a break. You have been not only flying, but signing autographs. Ladies and gentlemen, I wish when I was a kid, I learned how to fly. But you can still learn how to fly. Tell us a little bit about your story. Well, that's exactly right. My dad was a pilot, so I was exposed to it. And I became, I went Navy, and I was an A6 bombardier navigator in my 20s.
and then I switched, flying off an aircraft carrier. It's a beautiful airplane. Ladies and gentlemen, this is the American Air Power Museum. Did you notice as they went by, when the T6 went by, the single-engine advanced trainer, did you hear that kind of crackling sound that was a little bit more like, higher pitched than the rumble of the motor? It's been said that there were a lot of pilots that when they moved on to fly the P-51 or the P-40, they would come back. Now the C-47B Second Chance is what you're seeing flying in front of you today, but also flew Air Force One in Canada. He's been flying with the American Air Power Museum for So imagine. აბა, უიდა. Now, the MV-22D Osprey is the Marine Corps' medium lift. The Osprey greatly enhances the advantages Marines have over their enemies. It's been critical that the United States Marine Corps Air Wing mission of transporting troops, equipment, and supplies from ships and land bases to combat landing zones to support combat missions. The Osprey is the world's first production tilt-rotor aircraft with one 3-bladed prop rotor, turboshaft engine. Quite a difference, isn't it? That's amazing that one single aircraft could do those vastly very. Here you can see some more maneuverability as they slide to the left and they'll slide back to the right. Some of the phenomenal capabilities in this beautiful MV-22 Osprey built by the Bell Corporation. That we have for our warfighters as part of the United States Marine Corps. Don't forget that near that Osprey, we have our booths and our tents for places that you can get a ride. You can get a ride in Panchito, the beautiful polished. მაგრამ ეს გრძელდება ალბათ არ ვიცი აქედან ამდენი მეტადის მერე აღარ ისმის albათ 200-300 მეტრის მერე. 300 აი ამანზე დაახლოებით ეხა თვალის ზომით უფრო როგორც გაცდებიან ხმაქრება. And don't forget you can check out ვერტფენზე მithumet ტერიტორიას გაცდება გეგონება რომ თვალები რომ დახუჭონ ნებისმიერ ადგილას წარმოვიდნენ თავს გარდა აეროდრომის today you know for 100 years Pratt & Whitney has powered the most advanced aircraft for the US and its allies around the world. We salute the servicemen and women who bravely defend our freedom at home and abroad. Pratt & Whitney მაგრამ ვერ გაიგებ რომ ჩაგიფრენს ხო გაიგე მაგრამ ისე გიახლოვდება Community College you can train for your maintenance career with the Mohawk. მithumetes რა უკან არის მიმართული და როცა შენს თავზე იქნება ან გაგცდება მაშინ უფრო გაიგებ ხოლმე the MVCC display here today are its world-class shopping, wineries, and rich history. You can hike Bear Mountain, shop at Woodbury Commons Premium Outlets, sip craft beverages. Words are hard today, apparently. Tour of the U.S. Military Academy at West Point and the Orange County Chamber of Commerce.
ცოტა ნიავია და როცა Ladies and gentlemen, the Osprey is just about to land. Have to land vertically like a helicopter. They can land just like an airplane. And the cells kind of transition as they do that. One of the things I would encourage you to do is walk back to the static swing and talk to the crew about how do they control position the cells in the wing. And watch right here as they've done a touch and go for you. How cool is that? See the landing gear come up, you watch the engine and the cells continue to transition into vertical flight and it'll return to airplane. The chance here are NORAD display that we have. We're going to bring them back up on stage so we can go through what we got. Yeah, that was very cool. So as they make their way up to the stage, ladies and gentlemen, you're going to want to make your way over here to the stage to show center and get up close and personal. I know we have food and drink available for you. If you haven't found it yet, the folks that put on the Air.Show New York have done a wonderful job. შემოტანა 1 ლიტრზე მეტი ხარ შეიძლებოდა. მე წყალს ვახოლმე ზოგადად და ახლობით 3 ლიტრი უკვე აქვინი. საჭმელი შემოტანა თავისთავად არ შეიძლება და აქ უნდა იყიდო. მაგის პრობლემა არ მქონია, იმიტომ რომ რა უნდა შემომეტანა მაინც. ვერ შემოვიტანდი და ამიტომ სანდაბოს თან ისე არ მომეწონა არაფერი აჭრა, მაგრამ ასები ძალიან ძვირი არის. Check something off of your list right now while Britt do. You can check off one of your Christmas list autograph-ებზე ფასები და ჩაეწერეთო მოდითო შეისყიდეთო ეს ასე ვთქვათ სერვისიო და you've got an aviation lover in your life. გაფრინავენ ეს ტიპები რომ ჩამოდიან მე გამოდიან სცენაზე და ესენი რაღაც გველაპარაკებენ და მე ჩამოდიან და აბა ვიცი უკვე გადაიხადეთ მოდით და ხელმოწერები ან რაღაცა ფოტოები აუტოგრაფები და რაღაცა შევეცდები და რაღაც კითხვა all the folks here at the Air.Show Tour ყველაფერი გაგიეს early start on your Christmas shopping list. F-22-ები მოდიან, ყავო. რასაც ველოდებო. ამის მე რაღა იქნება ნამდვილად არ ვიცი. ძალიან მინდა რომ აბალ სიმაღლეზე გადაიქცე. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არის. Ladies and gentlemen, F-22 Raptori. Your United States Air Force F-22 Raptor. ეს რა იყო? 51 ალბათ ვერ დავინახე გარეთ. 51 და F-22 სადიფრენენ ერთად თუ არა Air Shows-ზე. რა ვიცი. ძალიან მაგარი. აუს ტელეფონით გადავიღე და იმედია ხმები კარგად გამოჩნდა. კარგად ისმის ვიდეოში. იმიტომ რომ ეს გათიშული ყოფილა. რომ ჯდება თავისით იშავს და ხმა მაინც კონდეს, არ ვიცი. რატო არ აქვს ხმა, არ ვიცი. აი მოდიან კიდე იქნება ეს ერთის მასალოს, ტელეფონის მიჯდება. დღეს ვერ წამოვედი მომზადებულად. Powerbank-ი კი მაქვს პრინციპში.
მთლად ბაბუა და შვილიშვილზე ვაიმე რა დროს ბაბუა და შვილიშვილი ძალიან ბევრი ხალხი თუ დაეშვა ახლა ნიუ-იორკისკენ ბრუკლინისკენ თორე ახლა ნიუ-იორკში აი მე ნახე შენ საცობი მოდიან Flying information today is a World War II era P-51 piloted by Jim ნეტა 360-ში როგორ გამოჩნდება Air Force F-22 მედია piloted კარგად by Captain Nicholas Laz Letourneau. იღებს ჩემი ტელეფონი მინდა გითხრათ ყოველად ვინანე რომ რაღაც სხვა კამერა არ მოქვს სამოყვარულოდ შვენია მიდი ოპა კარგია აუ კარგი კადრიდან აქ არის საუნდტრეკი დაგვიდეს აქ. გული აგვიჩუყდეს თუ რა არის არ ვიცი. Ladies and gentlemen, you are United States Air Force Heritage Flight. We hope you enjoyed watching and taking pride in this rare display of more than 80 years of our heritage. I'm born in Georgia. We live in Europe, you know? Yeah, that's perfect. Really good. Yeah. Went to a Georgian restaurant in Mount Kisco. It's And, everywhere, yeah. the flavor is so different. It's different, yeah. So, I'll figure out that. Yep, come on by. We got a very international crew. Thanks. Take care. ეს მე არ ვიცი რა შემჭირდება. გაჩის ვაჩუქე. თუ ჩამოვა აქამდე მაგარ სამსახურს ხო. მაგარ სამსახურს ხო. გაჩი ეს. მოკლედ ექსტრემალური სიტუაციების წინავი ვარო და ისეთ ადგილებში სადაც დიდი სამაშორტო ნავი შედიან, შევდივართ და არა მარტო შევდივართ, რაც ეპიცენტრის გადაღებაც რომ მაგიტო კამერით ხო დამინახა და საქმიან უთხარი ეხლა next bye სამსახურს ხო არ ეძებ რატომ მკითხა არ ვიცი შემოთქვა და თუ საქმეები რომ ფრინავი რო გეკითხება ეხლა სამსახურს ხო არ ეძებ ავიდნენ ბაზარზე ხო და ფრინავი რო გეკითხება ეხლა სამსახურს ხო არ ეძებო საინჟინრო გაქვს დამთავრებული კაცი როგორ არ ვეძებ მეოთხარ და მათთვის ამბარეს და მეუბნება რომ ეს ექსტრემალურ პირობებშიო სამაშველო ჯგუფი ვართო და ვეძებთო გადამღებსო ექსტრემალურ სიტუაციებში არ შეეშინებაო და ამოყვება მაგალითად ხანძარში ძალიან დიდი ხანძრები როა ან რაღაცა 11 სექტემბერს იქ ვიყავი ანუ ერთ-ერთი მფრინავი ვიყავიო ერთ მფრენის ვინც იღებდა ეპიცენტრს იმიტომ რომ სხვა ვერ მიდიოდა ვერავინ და
სხვა ანუ კი არ ეშინოდათ ამათი ჯგუფი ვინც არის მაგათ საქმე აქვს ხო და მეც იქ ვიყავი ფოტო მანახა და რატომ მეგონა რომ დავაჭირე ამას ჩართვას არ იყო ჩართული დღეს ძალიან გამაწვალა მოკლედ ამ კამერამ და უნდა გადავაგდო ჩაუვარდ ხო და ფოტოებიც მანახა როგორ ფრინდებოდნენ მაგდრეს აეროდრომიდან ხო და შენ სად იყავიო ამ დღეს ანუ მე ვკითხე რა მაგალითი მოიყვანა ეგ 9 სექტემბერი და მე ვკითხე რომ მაგ დღეს სად იყავიო ესეც 51 აუ მედია გამოჩნდება რა ეს თამაშებს სამასა ხო და მაგ დღეს სად იყავი მეთქი და მე ვიყავიო მაგაზე მოაყოლა მე ფოტოს მანახა და შენ სად იყავიო რა მეთქი მე 1 წლისაც არ ვიყავი ჯერ 9 თვის ვიყავი სექტემბერში თორე 2000 წლის დეკემბერში დავიწყე და ის საიდან მოვდივარ და რა ისტორიები კაცმარს ავედი ახლა დაგემშვიდობებით შორი გზა მაქვს სახლამდე დილის 6-ისკენ გამოვედი და მოუნდი საათ და 40 წუთს და ახლა საცობებში 4-20 წუთია კაი ხანი ვერ ჩავალ ანუ გზაში მომიწევს ჭამა. არ დიყავთ.